რატომ იწყება შფოთვა თითქოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თქვენ უბრალოდ იჯეკით, ტელეფონს სკროლობთ, თქვენ საქმეს აკეთებთ, ან საერთოდ გეძინათ და უცებ გაჩნდა ძლიერი შფოთვა, ან პანიკური შედევაც კი. და რატომ მოხდა ეს? საქმე იმაშია, რომ შფოთვიანი ადამიანის ტვინი სწავლობს ჰიპერფოკუსირებას საკუთარ თავზე და შეგრძნებებზე. ის ზედმეტად აკონტროლებს გარემოს და ყველაფერს, რაც ორგანიზმში ხდება. როგორც გაფუჭებული სიგნალიზაცია ტვინი რეაგირებს სხეულის უმცირეს ცვლილებებზეც კი. ტემპერატურის ცვლილებაზე, წნევის ცვლილებაზე, პულსის აჩქარებაზე და ასე შემდეგ. ანუ იმ მოვლენებზე, რომლებზეც ჩვეულებრივ საერთოდ არ ვფიქრობ. და ეს ყველაფერი თქვენი შეგნებული მონაწილეობის გარეშე ხდება. როგორ დავამშვიდოთ შფოთვიანი ტვინი? პირველ რიგში დაიწყეთ თქვენი შფოთვითი რწმენების აღმოჩენა. რადგან შფოთვა სხვა არაფერია თუ არა ჩვევა სამყაროს დანახვა შფოთვითი რწმენების პრიზმიდან. და როცა მიხვდებით სინამდვილეში რა არის თქვენი ძირეული შფოთვითი რწმენა, უკვე შეძლებთ თქვენ მასზე მუშაობას და მისგან გათავისუფლებას, რაც მოგცემთ რა თქმა უნდა შინაგან სიმშვიდეს. დანარჩენს კი ჩემო უზრფასებო გაიცნობით ჩემს ონლაინ კურსზე, რომელსაც ქვია მინდა სიმშვიდე, რომელიც ჯერ კიდევ ფასტაკლებაშია და არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ლინკი არის კომენტარებში, ან დაწერეთ სიტყვა მინდა სიმშვიდე და გამოგიგზავნეთ ლინკს. დანარჩენს კი გაიცნობით იქ ყველაფერს. გავუგზავნოთ ასევე ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით, რომ ეს სჭირდება.